აი ამ ერთი შეხედვით უვნებელმა ტრიუკმა შეიძლება ადამიანის მთლიანი სიცოცხლე დაასრულოს. კარგად თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ეს არის დაბინძურებული და მდგარი წყალი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ დასუფთავებულა. ესეთი ნიადაგი კი საუკეთესოა იმისთვის, რომ ამება, რომელსაც თავის ტვინი შეუძლია ადამიანის დააინფიციროს, ის გამრავლდეს. აი ეს არის 14 წლის ახალგაზრდა, რომელიც ზაფხულის არდადეგებზე შემთხვევით ამ ამებით დაინფიცირდა, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა და მას შემდეგ შეზღუდული უნარებით უწევს ცხოვრება. ეს ამება ადამიანის ცხვირიდან სასუნთქი ნერვის გავლით პირდაპირ თავის ტვინამდე აღწევს და განსაკუთრებით მარტივად მაშინ ხდება ადამიანის ორგანიზმში, როდესაც ჩვენ მაგალითად აუზში ან ამ დაბინძურებულ წყალში ხვდებით. სასუნთქი ნერვიდან კი ამება პირდაპირ თავის ტვინის შუბლის წილში ვრცელდება. აქ ის მრავლდება და გამოყოფს ფერმენტებს და ტოქსინებს, რომლებიც თავის ტვინის ქსოვილს თანდათან ანადგურებენ. საბოლოო ჯამში კი სიკვდილიანობა 95%-ს აღწევს მიუხედავად თერაპიისა. ეს კი იმ 5%-ში შემავალი გადარჩენილია 14 წლის ბიჭუნა, რომელიც ამ მდგომარეობას ებრძვის და რეაბილიტაციის ცდილობს დაიბრუნოს თავისი ძველი ცხოვრების ხარისხი. განსაკუთრებული ის არის, რომ მსგავსი წყლის პირიზღრუში მოხვედრის დროს ეს ამება ვერ აინფიცირებს ადამიანის თავის ტვინს, პრობლემა არის მხოლოდ ცხვირის ზღრუში მოხვედრა მსგავსი წყლის და ამების. შესაბამისად, როგორც გითხარით, მდგარ დაბინძურებულ წყალში აირიდეთ თავიდან მაქსიმალურად ცურვა და თავით ხტომა.